მოგესალმებით ყველას, ვიწყებ ახალი ბედის მატრიცის განხილვას და მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვით რა არის ეს. ეს არის თქვენი პიროვნება, თქვენი ცხოვრება, თქვენი დაბადების აბსოლუტურად ყველა წელი, თქვენი რესურსები და ყველაზე მთავარი რაც არის, აქ არის თქვენი კარმები ყველა სფეროსი. რას ნიშნავს ეს? რა უნდა გააკეთოთ? ძალიან მოკლედ რო ჩავატეო სათქმელი, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გქონდეთ ჯანმრთელობა, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გქონდეთ ფული, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გქონდეთ დიდებული სიყვარული, რა უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ გაიწყოთ კარიერა, გქონდეთ ჰობი, გქონდეთ კარგი ურთიერთობები მშობლებთან, შვილებთან, ქალებთან, კაცებთან, ნათესავებთან და ასე შემდეგ. მაშასე. პირველად დავიწყებ სავიზიტო ბარათით. ანუ ეს ადამიანი როგორ აღიქმება საზოგადოებაში და ასევე ეს არის ის რესურსი და ძალა, რაც უნდა გამოიყენოს ამ პიროვნებამ თავის ცხოვრებაში. აი ამ ადგილას არის ამ ადამიანის რესურსი და ეს არის 4-იანის ენერგია. 4-იანი ენერგია გამოიხატება როგორც იმპერატორი ტაროს მაღალ არკანებში. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ ბედის მატრიცაში ენერგიები მაღალი არკანებით გამოიხატება. ეხლა თან მე ვეძებ, რომ გაჩვენოთ ეს 4-იანი. და ხო, იმპერატორი მამრობითი სქესის არის, მამრობითი სქესის ენერგია და მინდა გითხრათ, რომ ვის ბედის მატრიცასაც განვიხილავ, არის ქალი, ეს ადამიანი. ეხლა როგორ გამოიხატება ეს, ნახე? ყველა ენერგიას მინდა აღნიშნო ისიც, რომ აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი დამახასიათებლები. მაგრამ ესე არ წარმოიდგინოთ ან კარგი ან ცუდი. არა, წარმოიდგინეთ ისე როგორც აი მაგალითად სახაზავის შკალა და მაგალითად -10-დან +10-ის ჩათვლით, ხო? აი ეს არის მთელი კარიდორი ამ ენერგიების და აი ამ შკალაში არსებული წერტილი შეიძლება გქონდეს, ანუ ნებისმიერ ენერგიაში იყოს, ანუ 4 ენერგია. ოღონდ -დან +-მდე რადიკალურად მოაღმირქვავთ, ხო? ნებისმიერ ამ შკალაზე, ანუ ძალიან უარყოფითი, საშუალოდ უარყოფითი, დადებითი, ისე რა დადებითი, ძალიან დადებითი და ასე შემდეგ, ჰიპერ დადებითი, ასე ვთქვათ შეიძლება იყოს. ეხლა მოდი დავიწყოთ ამ ადამიანის აღწერა, როგორ საერთოდ არ მინახავს, თვალითაც არ შემიხედავს ამ ადამიანისთვის, მხოლოდ მიმოწერა ვქონდა. მეტი არაფერი. მაგრამ მე ვიტყვი და ძალიან მაინტერესებს უკავშირი და მინდასტურებს თუ არა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ასია. დავიწყოთ იმით, რომ მიუხედავად ეს არის ქალი, ძალიან ძლიერ ადამიანად აღიქვავს სამყარო. სამყარო არა, ადამიანები მის გარშემო, ვინც მას იცნობენ და ესეც ძალიან გაბედულად ქალს, რომელსაც შეიძლება ესეთი შეფასებაც მიუღია ცხოვრებაში, რომ ბევრ კაცზე მეტი შეგიძლია, ბევრ მამაკაცს გაუჭირდება იმის გაკეთება, რასაც შენ აკეთებ. აი ესეთი, ვთქვათ, მამაკაცური ენერგიის. დადებით შემთხვევაში ეს სულ არ ნიშნავს უარყოფით თვისებას, ქალს თუ 4-იანი აქვს. ეს არის მისი რაღაცა მართველობის ძალიან დიდი ნიჭი. და 4-იანები ყოველთვის მიისწრაფიან მატერიაში, რეალურ ცხოვრებაში მყარად დადგომისთვის. ამიტომ აცვიათ ძალიან კარგად ძვირფასი ტანსაცმელი, ყავთ ძვირფასი მანქანა, კარგი სახლი, კარგ ადგილას, კარგ უბანში, პარტნიორს არჩევენ აუცილებლად ისე, რომ ასე ვთქვათ, საზოგადოებაში აი როგორ გითხრათ, წარმოსადეგი ადამიანი იყოს, ნახე, როგორც სავიზიტო ბარათი, ესე არჩევენ პარტნიორს, რომ გამოიყურებოდეს დიდებულად, ну, რა თქმა უნდა, თავისი განვითარების დონე როგორც არის, იმ განვითარების დონეს შეესაბამებოდეს, რომ წარმოაჩინოს თავისი თავი და ყველამ თქვას, უი, რა კაი მეუღლე ყავს. ხო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. დადებით შემთხვევაში ეს ადამიანები
აი ამ მართლობის სიძლიერის ენერგიას იყენებენ თავიანთ საქმიანობაში. მე ხა ცოტა ხანს ავიღებ ამას და უცებ გადავხედავ, ხო არ არის კიდე ეს ენერგია სადმე და კი აქვს მის სექსუალურ ენერგიაში, მაგრამ სექსუალურ ენერგიაზე არასოდეს არ ვსაუბრობ საჯარო ვიდეოებში, ეს თუ დაინტერესებს პირადში, საერთოდ არ ვეხები, იმიტომ რომ ეს იმდენად ინტიმურია, შეიძლება ადამიანს საერთოდაც არ უნდოდეს, რომ თუნდაც მე ჩავიხედო და დავინტერესდე, როგორი არის ის სექსუალურ ურთიერთობაში. ხო, ძალიან კარგები არიან, ნიჭიერებში ბაში აქვს კიდე ტალანტი, აი მშვენიერი და ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ თუ ადამიანს ძალიან ასე ვთქვათ, ძირითად წერტილებში და როგორც არის ახლა მისთვის ეს სავიზიტო ბარათი აქვს 4-იანი, ისინი ძალიან კაი მმართველები არიან და არავითარ შემთხვევაში მათ არ უნდა იმუშაონ დაქირავებულ მუშაკად. ნუ რაღაც პერიოდი შეიძლება ვთქვა თინეიჯერობაში ხო, სანამ სტუდენტია, სანამ სწავლობს, მაგრამ მე ვამბობ, რომ რეალურ ცხოვრებაში უკვე გაზრდილი როცა იქნება, ზრდასრული და უკვე სწავლის და თავისუფალი დროის შეთავსება კი არა, უკვე. მაშინ არ შეიძლება რომ ეს ადამიანი მუშაობდეს დაქირავებულ მუშაკად. აუცილებელია რომ მას შექმნას თავისი და რა უნდა შექმნას თავისი, როდესაც მე ტალანტზე გადავალ და ნიჭიერებაზე, ამაზე მერე მოგვიანებით. ეს ენერგია, ეს ძალა დადებით შემთხვევაში საშუალებას აძლევს მის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს, ხო, მასთან მყოფ ადამიანებს, რომ წარმატებულები იყვნენ, იმიტომ რომ ძალიან ზრუნავს ამ ხრივ, მე განვითარდი, რომ შენც განგავითარო. ხო, კარგი რჩევა მოგცე, სტრატეგიული რჩევა მოგცე და ძალიან მომთხოვნები არიან სხვათა შორის. და როგორც თქვი, თუ მიზანს დაიხსახავს 4-იანი, ხო, სენტიმენტები არ სძალავთ ხოლმე, მიდიან ამ მიზნისკენ ძალიან, ასე ვთქვათ, სწორად, შეუპოვრად და რაღაცის გამო არ იხევენ უკან, რომ თავიანთ მიზნებს მიაღწიონ. ამიტომ 4-იანების ბიზნესი და საქმიანობა არის ძალიან წარმატებული, იმიტომ რომ თუ ეს არის მათი მიზანი, ეს იქნება მათი მიზანი და აუცილებლად მიაღწევენ ამას სწორი სტრატეგიით და აი ამ სიმტკიცით, რომ არ მაინტერესებს გაცილებული ხარ, ავად ხარ, ტრანსპორტი არ მოვიდა ადრე თუ რაღაცა, საქმე უნდა გაკეთდეს. აი ესეთი მიდგომა აქვს ძალიან მტკიცე. ხო, შეიძლება მეორეს მხრივ ძალიან ესე ვთქვათ, მკაცრ და დესპოტ ადამიანად აღიქვამდნენ 4-იანებს და შეიძლება იყვნენ კიდევაც ესეთები, მინუსში გადავიდეს 4-იანი და თავის ძალაუფლებას ადამიანი იყენებდეს არა საქმეში, საქმის წარმატებაში, არამედ იმაში, რომ ადამიანები მართოს, ხო, აკონტროლოს, განსაკუთრებით ეს რთულია თუ აი ეს 4-იანი მინუსში უკვე ოჯახის წევრებზე ვრცელდება, მე ვიცი მარტო რა არის სწორი, მე უნდა გაკონტროლო, მე უნდა დამიჯერო, მე რასაც ვიტყვი ის არის მართალი, მოკლედ ბოროტი იმპერატორები ვით იქცევიან. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მატრიცა არის ქალის, შეიძლება ვთქვა, რომ განსაკუთრებულად მიაქციოს ყურადღება, რომ აი ეს 4-яნის ენერგია არ გამოამჟღავნოს თავის პარტნიორთან, შეყვარებულთან თუ მეუღლესთან. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ პრობლემებს აჩენს მე ურთიერთობაში და ქალების, რომელსაც 4-იანი ყავთ, ჩნდება ეს პრობლემა ურთიერთობაში, იმიტომ რომ კაცი და ქალის ურთიერთობა სექსის არ ვამბობ ახლა მე ვამბობ ენერგიები არის სხვადასხვა. უფლებები ერთი აქვს კაცს და ქალს, მაგრამ ენერგიები სამყაროში არის სხვადასხვა. და როდესაც ქალი იწყებს პარტნიორთან ქიშპობას, შეჯიბრობადობას და მე უფრო მაგარი ვარ და ამის დამტკიცებას იქ ინგრევა ურთიერთობა და განსაკუთრებით თუ ძალიან მინუსია და მის კონტროლს აპირებს და ამის წარმოჩენას, რომ ნახე მე შენზე რა მაგარი ვარ.
აუცილებელი არის თქვენთვის, რომ ამასთან გქონდეთ ძალიან კარგი ურთიერთობა. ასევე დიდი ალბათობით შეიძლება არ გიყვარდეთ კავების ჩაცმა და შარვალს უფრო იხდენდრეთ, მოკლედ მით გიყვარდეთ სიარული და ეს რამდენად გადამეტებულია, განსაზღვრეთ თქვენ, რამდენად პლუსში გაქვთ და რამდენად მინუსში. ცხადია, თუ ქალი აბსოლუტურად ისე იჭრის მას, ისე დადის, მანერები აქვს, ისე იცავს, რომ კაცს გავდეს, ეს უკვე მინუსია, მაგრამ თუ უბრალოდ შარვალი ურჩევნია კაბას, ეგ არაფერი არ არის, ცხადია, კომფორტის ზონაა და მეტი არაფერი. გაითვალისწინეთ ეს, რაც თქვი განსაკუთრებით, რომ პარტნიორ ურთიერთობაში არ შეგიშალოთ ამან ხელი და ეს მთელი ენერგია თქვენს ნიჩი და ტალანტში გადაისროლეთ და არა ურთიერთობებში. ეს მინდოდა მეთქვა ოთხიანი ენერგიის მქონე ადამიანებისათვის. შემდეგ ნაწილში უკვე განვიხილავ, რა არის თქვენი კომფორტის ზონა, სადგურჩევნიათ ყოფნა და რა არის ის ენერგია, ის საწვავი, რასაც ყველა საქმეში, ყველა ურთიერთობაში, ყველანაირ სფეროში ეძებთ. რა არის ის, რასაც ყველგან ეძებთ, რითინაც ყველაფერს უდგებით, რა არის თქვენი ფილოსოფია შინაგანი, ესეც შეიძლება ითქვას. ეს კი არის, როგორც გითხარით, აი ესე გხედავენ ადამიანები, რომ ხართ ძალიან ძლიერი ქალი, მკაცრი ქალი, ბევრ მამაკაცს ჯობნი ხართ, მეცინებ ამ ფრაზაზე, იმიტომ რომ ველოდები, რომ მეტყვით ამას, რომ კეო ეს ასე არისო. თუმცა შეიძლება არის კიდე ოთხიანის ტიპაჟები, მაგრამ ეს უფრო კაცები არიან ესეთები, რომ რადიკალურად ძალიან სუსტები არიან, მაგრამ ქალების შემთხვევაში ნაკლებად იკვეთება ეს და ამიტომ ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას. და აი ეს ურთიერთობა დააბალანსეთ მამიდან დაწყებული კაცებთან, პარტნიორთან დამთავრებული. მაშასე შემდეგ ვიდეოში განვიხილოთ შემდეგი თემა.